Ჩემო კარგებო, ნამდვილი გითხრათ, გუშინ აი ეს თეატროლოგიანი როა ტრიბუნალშიცა. ბიძინა ივანიშვილის პეტი სტრასბურგშიცა. აი მისი და მისი ნაყიდი ქმრის სურათი დავდა, აი ქმარი რო იყიდა რა. ნარი მახინჯი იყო, მაგას ვინმე რო არ ეყიდა, რა ვიცი და. გამოდგნენ ეს ისინი, რა ქვია, კეთილის მოსურნე პროკოცები რა, ლატენტურად შეფუთულები და ქართულ ოჯახზე რას ამბობდა? ერთი თქვენ ისა ცოტა უხეშად რო არ მოგმართოთ, მაგრამ ისე კი ხართ მოსამართი. აი ესე რო გითხრათ, საქართველოში ხო 800 ბავშვი კვდება გაეროს მონაცემებით წელიწადში შიმშილით. აი ამ ნაბოზვარმა ქალმა რა, თეა წულუკიანმა, წუკუტამ, მახინჯმა გოგომ. ჯერ მისი ქმარი იყიდა, მის დაქვემდებარებაში მყოფი პიტალო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა, გათხოვდა კაცი რა პრობლემაა რა. ნახა წყარო მოკიდა ღელი. და მერე იმ ნაბოზვარმა თავისი დაქვემდებარებიდან, მაშინ იუსტიციაში რომ მუშაობდა, გადანიშნა უშიშროებაში და ტონა ფულს აძლევდა ეგრეთ წოდებული პრემიების სახით. ტონა ფულს. მაშინ როდესაც როგორც თქვი 800 ბავშვი შიმშილით გვკვდება ერში. და ეხლა ვინც ახარ თქვენ აუ ეს არ უნდა შეგშლოდა და ის არ უნდა შეგშლოდა. აქედან რომ უკადრებელი არ ვიკადრო. თქვენ რამე ხო არ გეშლებათ, ბიჭო? გადახედეთ ვის აправებთ და რა ვიზია საერთოდ ამათი შედგენილი ოჯახებიც მოუტყან რა და აი მაგათი გამპრავლებლებიც მოუტყან ზევიდან. არ მინდოდა ასე აგრესიულად გამოსვლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იძულებული გავხდი, რომ შავსთეთს დავარქვა შავი და თეთრი იმ ბავშვებმა რა დააშავეს იქ, რო იღუპებიან. აი ამათი ნაბოზრული საქციელის გულისთვის საქართველოს ბიუჯეტზე რო იყიდა საკუთარი ქმარი. მადლობელი უნდა იყოს იმ ბიძინა ივანიშვილის, აბა რა უნდა იყოს. მახინჯი გათხოვდა. ქმარი იყიდა, თუ რა ვიცი რაც არის რა. მაგრამ ატო საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე. თუ ასე უქნია, საარი დახევია უგანარით რა.